Facebook Live-ის მაყურებელო, ეთერშია გადაცემა ფოკუსური განათლების ნაყოფი. შესახებ და აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კოლეჯი მდებარეობს ზესტაფონში და ხელშეწყობა საკმაოდ კარგი აქვს იმ მხრივ, რომ კოლეჯი გთავაზობთ საერთო საცხოვრებელს, არაჩვეულებრივად მოწყობილ საერთო საცხოვრებელს და უფრო დეტალურად მოდი თქვენგან მირჩევნია მოვისმინოთ და მსმენელმაც გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო ამბების გაჟღერება მომიწევს თქვენი მსმენელისთვის. ვიდრე უშუალოდ პროგრამებზე დავიწყებ საუბარს, მინდა აღვნიშნო პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ და ვთქვა, რომ ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ. ეს არის საშუალება სულ რაღაც საშუალოდ 3, 4, 5 თვე არის ხოლმე მაქსიმუმ, რა პერიოდში შეგვიძლია შევიძინოთ ახალი პროფესია, ან გავიღრმაოთ უნარები და დავსაქმდეთ. განსაკუთრებით თქვენ აღნიშნეთ, რომ დაფინანსებული არის პროგრამები კოლეჯებში და ეს დაფინანსებაც სწორედ იმ მოთხოვნიდან, რაც არსებობს ბაზარზე, შრომისთა ბაზარზე, დამსაქმებლები ეძებენ პროფესიონალ კადრებს და სწორედ აი ამის შევსება, ამ უნარების შევსება ხდება პროფესიული კოლეჯების საშუალებით. რაც შეეხება კონსტრუქტორს, თქვენ სწორად აღნიშნეთ, კონსტრუქტორი მდებარეობს ზესტაფონში, ეს გახლავთ საქართველოს განათლების სამინისტროს და PK Construction-ის სამშენებლო კომპანიის ერთობლივი პროექტი. საჯარო კერძო პარტნიორობა. გახლავთ საჯარო კერძო პარტნიორობის მსხვილი მასშტაბური მაგალითი და უნდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა როგორც ადამიანებისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ რა მხრივ, სწორად რომ გავიგოთ ჩემი მესიჯი. როცა ვამთავრებთ სასწავლებელს, შემდეგ მომდევნო ეტაპი არის ხოლმე მოძებნა დასაქმების, ხო, დამსაქმებლის მოძიება. ჩვენთან არის კარგად აწყობილი, იმიტომ რომ ეს არის საჯარო კერძო პარტნიორობა, ჩვენ ვიწყებთ არა იმ პროცესით, რომ მოვიძიოთ სწორი პროგრამა, სწორი პროფესია, არამედ დამსაქმებლისგან ვიღებთ ძალიან ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ტიპის პროფესიონალები სჭირდება, შემდეგ მივდივართ და ვავრცელებთ ინფორმაციას ამ პროგრამების და პროფესიების შესახებ და ეს ქმნის იმ ჯაჭვს, რომ დასრულების შემდეგ, პროგრამების დასრულების შემდეგ, ეგრევე ხდება, მყისიერად ხდება დასაქმება. ანუ გარანტირებულია, ასე ვთქვათ, დროში გაწელილად რო შევხედოთ, როგორც კი დავიწყებთ სწავლას, უკვე 4 თვე ნახევარში, შესაძლებელი არის, რომ ჩვენ პირველი ხელფასი გქონდეს ჩვენს მიერ გამომუშავებული. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს, ამჯერად გვაქვს მიღება გამოცხადებული
სამშენებლო მიმართულებები, როგორც არის შემდუღებლის პროფესია, კალატოზის და მონოლითის სპეციალისტის პროფესია. ცალკე მინდა ვისაუბრო ასევე მძიმე ტექნიკის პროგრამის შესახებ, რომელიც ახალი პროექტია, მაგრამ არ მინდა ერთმანეთში ავირო, იმიტომ რომ სპეციფიკაც და განსხვავებული არის და ცალკე მინდა აღნიშნული პროგრამის შესახებ ვისაუბრო. მაშინ თამარ, მოდით შეგაწყვეტინებთ, რადგან სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და რეკლამის შემდეგ უკვე უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ პროგრამაზე. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანიქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენ სტუმრებთან ერთად თამარ ზაქარაშვილი და ზურაბ გუნცაძე საუბრობენ პროფესიული მომზადება, გადამზადების პროგრამების შესახებ. თამარ, წეგან შეგაწყვეტინეთ და მოდი განვაგრძოთ საუბარი. სიამოვნებით მოგახსენებთ მოკლევადიანი მომზადება გადამზადების პროგრამის შესახებ, როგორც აღნიშნეთ, ეს არის შედუღების პროგრამა და კალატოზის სპეციალობა და ასევე გამომჩა მგონი ერთ-ერთი მონოლითის სპეციალობა კი ბატონო. რომ წარმოიდგინონ ჩვენმა მსმენელებმა რა ვადაზე არის საუბარი და რა პერიოდი უნდა დაუთმონ განათლების პროცესს და უნარების შეძენას უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მინაიდან მნიშვნელოვანი არის რა პერიოდში შეგვიძლია ხო გამომუშავება დავიწყოთ ხელფასის. ეს არის 4 თვენახევრიანი პროგრამა, საიდანაც პირველი 2 თვე ტარდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები კონსტრუქტორის ბაზაზე, ზესტაფონში და უკვე მეორე ეტაპი არის, სადაც გადაინაცვლებენ საწარმოო პრაქტიკაზე BK Construction-ის ობიექტებზე. ეს პროცესი 4 თვენახევრის შემდეგ უკვე იწყება ავტომატურად დასაქმების პროცესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 თვენახევარში ჩვენ გვაქვს გამოვიმუშავოთ ხელფასს. თუმცა ბატონმა ზურაბმა ახსენა და უნდა აღინიშნოს, რომ სტიპენდია არის დაწესებული დამსაქმებლის მხრიდან კონკრეტულ პროგრამებზე და ვფიქრობ, ალბათ უფრო საინტერესო იქნება თავად ზურაბმა გითხრა სტიპენდიების შესახებ და რატომ გადაწყვეტა დამსაქმებელმა სტიპენდიების დაწესება. ზურაბ, მოდით ახლა თქვენც რომ ჩაერთოთ. პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს ზოგადად პროგრამის შემუშავების ნაწილში თქვენი წვლილი რა არის, რადგან ძირითადად პროგრამები ბაზარზეა მორგებული, ხო? და თქვენი ნაწილი რა არის ამ კუთხითაც რომ გითხრათ და შემდგომ უკვე დანარჩენ ეტაპებიც უფრო ჩავშალოთ დეტალურად გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ცოტა შორიდან დავიწყებ, საერთოდ გაჩნდა იდეა ამ კოლეჯის შექმნის. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დაახლოებით 8-9% შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის და ზრდასთან ერთად გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტი სამუშაო ძალის სამშენებლო სექტორში. ჩვენმა კომპანიამ ეს შენიშნა წლების წინ და 2017 წელს გაჩნდა იდეა
რომელსაც უკვე ესე ვთქვათ, ხორცი შეეცხა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად 2018 წელს და 2019-ში დაინერგეს პირველი მიღება ჰქონდა კონსტრუქტორში. და PK Construction joint კომპანია იყო ჩართული განათლების სამინისტროსთან ერთად პირველი დღიდან ძალიან მნიშვნელოვან წილად, მათ შორის იმ ნაწილში, რაც თქვენ ახსენეთ, პროგრამების შემუშავებაში, იმიტომ რომ ერთია რომ დეფიციტია თვითონ მუშახელის, პერსონალის და ძალიან მნიშვნელოვნად არის ეს განპირობებული იმით, რომ ხალხს არ აქვს სპეციალური განამზადება, არ აქვს, თქვათ, სერტიფიკატი აქვს, რაღაც შეიძლება ქაღალდი იყოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ესაა დამადასტურებელი იმის, რომ მათ გავლილი აქვს რაღაც სტანდარტების მიხედვით, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა რაღაც პლატფორმა, სადაც შევძლებდით ადამიანებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის მიგვეცა საშუალება, რომ შემუშავებული სტანდარტებით მიიღოთ ცოდნა და გამხდარიყვნენ სპეციალისტები ამა თუ იმ სამშენებლო მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია 30 წელია უკვე სამშენებლო ბიზნესში არის ჩართული და ჩვენი თანამშრომლები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ძალიან ბევრ წელს ითვლის ჯამში გამოცდილების და მათი ერთობლივი მუშაობით და ძალისხმევით შეიქმნა ყველა ის პროგრამა, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ. იქნება ეს საკალატოზო, საბათქაშე, მონოლითში მაინც რომ გავმარტოთ იგულისხმება მეარმატურე, მექარგილე ადამიანები, ვინც მუშაობენ მონოლითის ბლოკის შექმნაზე, რაც არის მთავარი კონსტრუქცია, ასე ვთქვათ, ნებისმიერ მშენებლობაში. რა თქმა უნდა, მოთხოვნაც მაღალია ალბათ თამარ და მოდით ახლა უშუალოდ პროცედურებით აგვიხსენით, როგორ ხდება მოხვედრა კოლეჯში. რადგან მოთხოვნა მაღალია, კონკურსიც შესაბამისად მაღალი იქნება. ხო არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი ის, რომ ზესტაფონშია კოლეჯი. მე კი აღვნიშნე, რომ იქ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფთ, მაგრამ ცოტა ესე დისტანციურად, მაგალითად თბილისში დაარწმუნა ამაში ადამიანი, ცოტა შეიძლება რთული იყოს, თუ ვწდები. აი, ამ პროცესებზე მოკლედ გვესაუბრეთ. მოგახსენებთ ზესტაფონი ლოკაცია თვითონ ზესტაფონის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ბარიერი არის თუმცა ჩვენ 5 წლიანი პრაქტიკის შემდეგ წარმატებულმა მაგალითებმა დაადასტურა რომ არ აქვს ლოკაციას მნიშვნელობა სად არის თუ შესაძლებლობა არის განვითარების აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რაც შეეხება უშუალოდ კოლეჯს პირველი აღქმა როცა საუბრობთ რომ კოლეჯი არის ზესტაფონში ვერ წარმოუდგენიათ რა სტანდარტების კოლეჯი არის საუბარი დამერწმუნეთ ევროპის ბევრ კოლეჯს არ აქვს ესეთი ინფრასტრუქტურა როგორც კონსტრუქტორს აქვს ჩვენ გვაქვს კამპუსი სადაც ისევ როგორც მოწყობილი არის მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა ასევე არის საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ყველა ოთახს თავის ინდივიდუალური სველი წერტილი აქვს და მაქსიმალურად მორგებული არის ყველაფერი ისეთ გარემოზე რომ კომფორტულად როცა ჩვენთან მოვა სტუდენტი ორგანიზებულად კომფორტულად გაიაროს სასწავლო პროცესი. ამიტომ რა თქმა არის ეს სტერეოტიპი და ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება არის, თუმცა ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტი კურსდამთავრებული ყავს, მეტად უფრო და უფრო ნაკლები არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ერთმანეთს ეუბნებიან, ახლობლებს აცნობენ ხოლმე და ხო, თუმცა პირველი რეაქცია როცა მოდიან ჩვენთან არის აღფრთოვანება ვერ წარმოგვედგინა თუ ზესტაფონში შეიძლება ყოფილიყო ესეთი მაღალი სტანდარტების და მაღალი ვიზუალურად კოლეჯის შინაარსიც რომ ცოტა ვთქვათ ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს უკვე დაგროვილი მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ არის რაც არსებობს კოლეჯი აღიარება მოიპოვა ევროპული განათლების ცენტრისგან ეს არის ექსელენს ცენტრად არის დასახელებული და გამარჯვებული იქნა 600-მდე კოლეჯს შორის შეირჩა როგორც საუკეთესო პრაქტიკა კერძო საჯარო პარტნიორობის და მათ შორის როგორც ექსელენს ცენტრის. ამიტომ ის ფაქტი რომ ლოკაცია არის ზესტაფონი ეს არ უნდა გახდეს რა თქმა უნდა ხელისშემშლელი გარემოება და ასევე ალბათ თუ საუბრობთ ხელისშემშლელ გარემოებებზე შეიძლება აღინიშნოს ისიც რომ ვერ წარმოუდგენიათ თუ ქალებიც შეიძლება იყონ ესეთ პროფესიაში. კი, გენდერული თემაც არის ერთ-ერთი აქტუალური
პროდუქტორმა, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და ბევრი გარემო არის ხელისშემშლელი, რადგანაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალები შეიძლება ჩართულები იყვნენ, თუმცა ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ და ალბათ უკვე კურსდამთავრებულებმაც როცა ხედავენ, ძალიან კარგი არის მაგალითი, ვიღაცის მაგალითზე როცა ხორციელდება ხოლმე. ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი სტუდენტი, ზურად ამეთანხმება, სიფრიფანა გოგონა, სამეგრელოდან ჩამოვიდა ზესტაფონში და 4 თვეში ბრიგადა ჩააბარეს, როცა დაიწყო მან მუშაობა BK Construction-ში, მალევე გახდა ერთ-ერთი ბრიგადის ხელმძღვანელი. ანუ ეს ისეთი ისტორიაა, რომელიც სტიმულს აძლევს სხვა კარიერი არ არის და ხელისშემშლელი, მოკლედ გენდერი. შემდეგი ნაკადის სტუდენტები უკვე ჩავაბარეთ, ხო? მახსოვს, რომ მომდევნო ნაკადი უკვე ჩაიბარა ამ გოგონამ, რომელიც ვერ წარმოიდგენდა ალბათ ვინმე რომ მეკარგილეს ასეთ საქმეს აკეთებდა. მოდით პროცედურებს რომ დავუბრუნდეთ, თქვა რეგისტრირდები ამ საიტზე, შემდეგ კოლეჯი მიკავშირდება და გასაუბრება, ტესტირება, როგორ ხდება პირველ რიგში ვეტემის ჩიზზე შევდივართ და რეგისტრირდებით, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა უჭირთ რეგისტრაციის გავლა, ზოგი ციფრულ სამყაროს არიცნობს ესე კარგად. მეორე ვერსია არის რომ Facebook გვერდზე კონსტრუქტორით მოგძებნონ და დაგვიკავშირდნენ, მოგწერონ უბრალოდ და ჩვენ მოვეხმარებით რეგისტრაციის პროცესში. ან უბრალოდ ჩამოვიდნენ და ნახონ, დაათვალიერონ თავად, გვესტუმრონ, უჭირთ ხოლმე იცით პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ მოვიდნენ ჩვენამდე. თავარია რომ მოვიდეს და დანარჩენს მე ჩვენ ავუხსნეთ, ჩვენ ყავს თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ დეტალურად ინფორმაციის მიწოდებაზე პროფესიის შესახებ და ასე ეგრეთ წოდებული career counseling-ი. მას შემდეგ რაც დარეგისტრირებიან, მომდევნო ეტაპი არის გასაუბრების ეტაპი, რომელიც ხშირად აშინებთ ხოლმე თავიდან გამოცდის სახელმა ძალიან შეაშინა და დაკვირვებებმა მე შევცვალეთ ჩვენს რა თქმა უნდა, ეს არის გასაუბრება და არ ვითხოვთ წინარე განათლებას, ანუ რაიმე განსაკუთრებული წინარე ეს მომზადების პროგრამა და მომზადების პროგრამაზეა საუბარი, კი ბატონო. 18 წელს მიღწეული უნდა იყოს, ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა და გასაუბრების დროს ვამოწმებთ, რამდენად მოტივირებული არის ადამიანი, რამდენად გაცნობიერებული აქვს, სად არის მოსული და ის, რასაც ჩვენ თავაზობთ, არის თუ არა, ემთხვევა თუ არა მის ინტერესებს. სულ ეს არის გასაუბრების ეტაპი, მოტივაციური გასაუბრება და შემდეგ უკვე იწყება სასწავლო პროცესი, მას შემდეგ რაც ჩაირიცხებიან ჩვენთან. ზურაბ, მოდით თქვენთან გადმოვალ. თქვენ რა ეტაპზე ერთვებით, რადგან ახლა ჩვენ ფაქტობრივად სასათბურე პირობების შესახებ მოგვიყვა თამარმა. ჩვენ ჩართული ვართ პირველი დღიდან. რომ თუნდაც მოზიდვის ნაწილშიც არის ჩართული ჩვენი კომპანიის მარკეტინგის გუნდი, კონსტრუქტორის მარკეტინგის სამსახურთან ერთად და შემდგომში როცა უკვე ჯგუფი კომპლექტდება, ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი რეგულარულად ხვდება ამ ხალხს და წინასწარ ვცდილობთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად აუხსნათ შემდეგ რა იქნება, ანუ რა იქნება საწარმოო პრაქტიკაზე და რა იქნება ის შეთავაზება, რასაც ჩვენი კომპანიისგან მიიღებენ. საწარმოო პრაქტიკა მიმდინარეობს უკვე თბილისში, აქეთ ჩვენს ობიექტებზე. კი, საწარმოო პრაქტიკა არის მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ 4 თვენახევრიანი კურსის, რომელიც გრძელდება 10 კვირა, 2 თვენახევარი დაახლოებით. ჩვენ ამ ეტაპზე ობიექტები გვაქვს ძირითადად თბილისში, ერთი ობიექტი გვაქვს ქუთაისში და შესაბამისად ვთავაზობთ ქუთაისში ან თბილისში საწარმოო პრაქტიკის გავლას, ვის როგორ აწყობს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კვლევა, როცა შევხედეთ, რომ თქვა სხვადასხვა ეტაპზე გქონდა ხოლმე ადამიანების მხრიდან სწავლის მიტოვების ფაქტები და არც თუ ისე ცოტა გვინდოდა, ასე ვთქვათ, დაგვედგინა მიზეზები რა იდგა ამის უკან და რაღაცნაირად შესაბამისი ზომები მიგვეღო და ამ კვლევის შედეგად ერთ-ერთი ცვლილება რაც გავაკეთეთ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, სწავლა სრულად დაფინანსებულია, როგორც თამარმა აღნიშნა, ძალიან კარგი საერთო საცხოვრებელი გვაქვს ზესტაფონში თავად კოლეჯის ტერიტორიაზე და სრულად უსასყიდლოდ შეუძლიათ იქ ცხოვრება. მაინც გამოჩნდა კვლევაში, რომ ჩვენი სეგმენტი, ვინც ჩვენთან მოდის, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან მოსვლამდე უკვე ჩართულია შრომის ბაზარში, ასე ვთქვათ, უკვე რაღაც შემოსავალი აქვს, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ეს არის დღიურ ანაზღაურებაზე საუბარი და მათთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, 4-5 თვით სამომავლო გეგმების და პერსპექტივების თვის, ასე ვთქვათ, ამ 4-5 თვის ასე ვთქვათ, მოცდენა კი. რომ ყოველდღიურად ვთქვათ, არ გამოემუშავებინათ თანხას, ახლა არ მიეტანთ და ასე შემდეგ. ამიტომ დავნიშნეთ რამდენიმე მიმართულებაზე, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად, სადაც
არის მოთხოვნა სამშენებლო სექტორში, ეს არის კალატოზის და მებათქაშის მიმართულება და მეორე მხრივ მონოლითის მიარმატურე მეკარგილის მიმართულება, სადაც ჩვენ სწავლის პერიოდში პრაქტიკული და თეორიული სწავლება რაც მიდის ზესტაფონში, იმ პერიოდში ვუხდით სტიპენდიას ყველა სტუდენტს განურჩევლად იმისა, ვთქვათ, იქ შეგვიძლია დავასახელოთ თანხა? თანხა, კი, ხელზე ასაღები თანხა საშუალოდ არის 300 ლარი, რაც ესე თანხობრივად შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ იმ სწავლის პერიოდში კონტექსტში, როცა კი თან სწავლობს, უსასყიდლოდ, სრულად დაფინანსებულია განათლების სამინისტროსა და ჩვენი კომპანიის მხრიდან და თან სრულად უფასოდ ცხოვრობს კოლეჯის ტერიტორიაზე, ეს თანხა რაღაც დამატებითი წახალისებაა, ესე ვთქვათ, რასაც იყენებენ ხოლმე ან საკვებად, ან ოჯახში აგზავნიან და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, როცა გადის ეს 2 თვე პრაქტიკული და თეორიული სწავლებისა, უკვე ჩვენ ვთავაზობთ მათ გადანაწილებას ჩვენ სამშენებლო ობიექტებზე და მოდიან საწარმოო პრაქტიკაზე. ეს ნაწილი, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ამ სწავლის პერიოდში, რადგან ამ პერიოდში ისინი უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე არსებულ სიტუაციას ეცნობიან და ემზადებიან რეალური დასაქმებისთვის. იმიტომ რომ რაც წეგან აღნიშნეთ, ხო, ზესტაფონში ცოტა ერთგვარი სასათბურე პირობაა შექმნილი, ძალიან კარგი კამპუსი, ძალიან კარგი კოლეჯი, ძალიან კარგი პავილიონები, ასე შემდეგ, სადაც ძალიან კარგ განათლებას იღებენ. თუმცა სამშენებლო ობიექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამოსცადოს ადამიანმა სანამ საბოლოოდ დასაქმება. მშენებლობას ეხება, გარე პირობებში არიან, გარეთ არიან და ასევე წეგან რა კვლევაც ვახსენე, იმ კვლევის შედეგად რაც ასე ვთქვათ, შევცვალეთ არის ის, რომ 2 წლის წინ მოვაწყეთ საერთო საცხოვრებელი თბილისშიც გაზრდილი ასე ვთქვათ ქირის თანხიდან გამომდინარე საჭირო გახდა რომ ჩვენ ასე ვთქვათ გვეზრუნა მათ აქ ცხოვრებაზე და იქ არის საერთო საცხოვრებელიდან ფაქტობრივად აქ გადმოდიან აქ საერთო საცხოვრებელი აბსოლუტურად უსასყიდლოდ მათ შეუძლიათ ეს 10 კვირა გაატარონ ჩვენ საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ იქ მოგეხსენებათ თბილისში არ არის მარტივი მით უმეტეს მოკლევადიანად ბინის ქირით ბინის შოვნა შესაბამისად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მოზიდვის კუთხით და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე საწარმოო პრაქტიკის პერიოდში ჩვენ მათ ვუხდით ხელფასს ეს ხელფასი არ არის იმდენივე რამდენსაც თქვათ ვუხდით ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებს რა თქმა უნდა მაგრამ არის საკმაოდ უფრო მეტი ვიდრე წყვეტა არ აქვს ფაქტობრივად იქ სტიპენდიას იღებენ და აქ მე ძალიან თამარ მახსენა რომ 4 ნახევარში უკვე პირველ ხელფასსო და მე ვიტყოდი ფაქტობრივად პირველი თვიდან რაღაც ანაზღაურება აქვს რომელიც არის ვთქვათ ყოველ 2 თვეში მზარდი პირველ 2 თვეში 300 ლარი შემდეგ 2 თვეში სადღაც 800 ლარამდე გამოსდით და შემდეგ უკვე ჩვენ ყველას გარანტირებულად ვთავაზობთ დასაქმებას ყველას ვინც აიღებს სერტიფიკატს და რას ვაქცევთ აქ ყურადღებას ხო სერტიფიკატს იღებს ყველა რამდენად რთულია სერტიფიკატის აღება ხო აი სერტიფიკატის აღებისთვის არის 2 კომპონენტი ძალიან მარტივი კომპონენტი შესასრულებელი ერთი რომ უნდა ისწავლოს ხელობა და მეორე უნდა გქონდეს კარგი დისციპლინა აი დისციპლინაში აი რას გულისხმობ? გეტყვით მაგასაც და აი რომ მკითხოს ვინმე რომელი უფრო მნიშვნელოვანია ძალიან გამჭირდება, იმიტომ რომ დისციპლინის გარეშე სპეციალისტი შეიძლება უფრო არასახარბიელო იყოს ობიექტზე ვიდრე პირიქით. დისციპლინაში გულისხმობ დროულად მოსვლას სამსახურში და დროზე ადრე არ წასვლას, გულისხმობ სამუშაო გარემოს მოწესრიგებულად ქონას ყოველთვის მუშაობის დროს. და მათ შორის სამუშაოს დასრულების შემდეგ დატოვებას მოწესრიგებული სამუშაო გარემოსი, გუნდური მუშაობის შესაძლებლობას, იმიტომ რომ მშენებლობა როგორც ალბათ არაფერი სხვა იმდენად გუნდური სამუშაოა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ გუნდს კონდეს შენი იმედი, თუნდაც მონოლითის ბრიგადაზე რაზეც წენა საუბრობდით, ხო, იქ იმდენ მნიშვნელოვანია და ერთმანეთთან არის ყველაფერი დაკავშირებული, შეიძლება ძალიან დიდი პროცესი გააჩეროს შენმა თქვათ ერთი დღის გაცდენამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ამიტომ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ნუ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვათ იქ ნასვამი არ შეიძლება სამუშაოშიზე ყოფნა ობიექტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დისციპლინას ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას და ეს მინდა რომ ყველა მოისმინოს და გაითვალისწინოს ვის ჩვენთან მოდის. ზურა მაგთმას ეს პროცესი აი ჩვენთან ჩამოდიან ხშირად სასწავლო პროცესში.
მხოლოდ ჩვენ არ ვასწავლებთ მხოლოდ თეორიას და სპეციალობას, აქტიურად არის ჩართული BK-ის თანამშრომლები და აი სასწავლო პროცესში როცა მოდიან, უხსნიან ამ ყველაფერს დეტალურად და მათ შორის ჩვენ გვაქვს არაფორმალური განათლების ნაწილი, სადაც პრაქტიკულად გადავცემთ ხოლმე ინფორმაციას, ვუწყობთ ინსცენირებას, როგორი შეიძლება იყოს დამსაქმებთან ინტერვიუ, გასაუბრება, აი ამ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ მოიქცეოდა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის უშუალოდ კომპანია როცა ისაუბრება დამსაქმებელს და ყველა პროგრამაში ყავს ადამიანი ჩართული კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ვიზიტებს ახორციელებს კონსტრუქტორში და ასე ვთქვათ, სანამ ისინი თანამშრომლები გახდებიან, მანამდე უკვე იცნობენ. საწარმო პრაქტიკამდეც კი უკვე აქვთ რაღაც ტიპის კომუნიკაცია და ინფორმაცია საწარმო. ისეთ საინტერესო პროცესს აღწერთ, რომ მე მგონი მე მოვდივარ ზესტაფონში, მის უმეტეს გრიდერი არის შეფერდება. სიამოვნებით კალებს მივესწავლე. ახლა სარეკლამო ჭრა გვაქვს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანიქირაოდ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. მიიღე გარანტირებულად დაბალი ფასები მედიკამენტებზე PSP-ში ყოველ დღე. დამატებითი ფასდაკლება ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. PSP, ჩემი ოჯახის საფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. თამარ, მოდით კითხავთ ახალ ფილიალზეს, რომელიც უკვე გაიხსნა. როგორც ვიცით, ვალეში იხსნება. პროცესში ვარ. კი ბატონო, მოდით მოგვიყევით ამ ფილიალის შესახებად, იქ რა შეთავაზებები იქნება სამომავლოდ. როგორც აღნიშნეთ, ახალციხის რაიონში, ვალეში გაიხსნება მალე კონსტრუქტორის ფილიალი. მზარდი დასაქმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გვინდოდა დაფარვა გაგვეზარდა, თქო, იმერეთში, დასავლეთში უკვე არსებობს ჩვენი კოლეჯი და გვინდოდა რომ სხვა დაფარვის ტერიტორია აგვეღო და ამიტომ სამცხე-ჯავახეთში გადავწყვეტეთ ახალი კოლეჯის გახსნა. უკვე ბოლოსკენ არის დამაგვირგვებელი პროცესი მიმდინარეობს. მალე იქნება გახსნის პროცედურებიც. სამშენებლო მიმართულებები გვაქვს, იგივე, რასაც ახორციელებთ კონსტრუქტორში და აქტიურად არის ხარდაჭერა BK Construction-ისგან და განათლების სამინისტროდან აღნიშნულ პროცედურებში. კი, აი, ვალის დავამატებდი, რომ ჩვენი კომპანიის მიდგომა ზოგადად არის ის, რომ გვინდა შევქმნათ, ესე ვთქვათ, რაღაც დიდი პლატფორმა ერთიანი, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს, სადაც შევძლებთ ადამიანების გადამზადებას სამშენებლო სექტორისთვის. ჩვენ დაახლოებით 5 წელია უკვე გვაქვს მიღებები, სადღაც 1000-მდე ადამიანი გადავამზადეთ კონსტრუქტორში და ამის დაახლოებით 30-35% მუშაობს დღემდე ჩვენთან. დანარჩენი არის, ესე ვთქვათ, გადანაწილებული ძირითადად საქართველოში, რაღაც რაოდენობა, რა თქმა უნდა, ფარგლებს გარეთაც არის წასული, მაგრამ ძირითადად საქართველოში სამშენებლო სექტორის სხვადასხვა კომპანიებში. და ეს ხალხი მოძრაობს, ესე ვთქვათ, არის შემთხვევები, რომ ჩვენთან ბრუნდებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენი მიზანი არის, რომ შევამციროთ, ესე ვთქვათ, ეს დეფიციტი, რაც არის მთლიან სამშენებლო სექტორზე, რაც ჩვენზეც ძალიან კარგად აისახება, იმის მიუხედავად კონკრეტულად ჩვენთან რამდენი ადამიანი მუშაობს ჩვენი კურსდამთავრებულებიდან. ზოგადად სამშენებლო სექტორი არის დაახლოებით 100,000-ზე მეტი ადამიანს ასაქმებს საქართველოს მასშტაბით და
ჩვენი აზრით გაცილებით მეტის დასაქმებაც შეუძლია, იმიტომ რომ დეფიციტი რეალურად გვაქვს ხალხის და არ გვინდა ჩვენ ესე ვთქვათ, ჩვენი ამოცანა არის რომ ეს დეფიციტი შევავსოთ საქართველოს მოქალაქეებით, ადგილობრივ ბაზარზე დავასაქმოთ ხალხი, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, წავიდეთ და დაგვჭირდეს შემოყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან მუშახელის. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მოტივატორი იმისთვის, აი ვალესთან დაკავშირებით ვახსენე, რომ გაგვეხსნა მეორე ფილიალი, მომავალში შეიძლება კიდევ დავგეგმოთ და სხვა ლოკაციაზეც გადავინაცვლოთ. იმიტომ რომ ჩვენი კომპანიას პროექტები ამჟამად ვაშენებთ 15-მდე პროექტს და წლის ბოლოს დავიწყეთ 2024 წლის ბოლოს დავიწყეთ ძალიან დიდი პროექტის ახალი პროექტის მშენებლობა, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება და ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად სამშენებლო ბიზნესის შესაბამისად, როგორც წეგან აღნიშნეთ, მნიშვნელოვან წილს იკავებს და ესეც იზრდება და მოთხოვნა ადამიანებზე, კვალიფიციურ მუშახელზე გაიზრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სივრცე, სადაც ეს ხალხი შეძლებს ისწავლოს რეალური პროფესია და აი ზუსტად ორი სიტყვით ვიტყვი კიდევ, რომ არის რაღაც თქო დასაქმების საშუალებები იმ სეგმენტზე, სადაც ვიზეთ ჩვენ ესე ვთქვათ, ვისაც ვათარგეთებთ, ხო? სადაც შეიძლება ყოველდღიურად უფრო მარტივი სამუშაოთი ეს ხალხი რაღაც ყოველდღიურ ანაზღაურებას იღებდეს ან ყოველდღიურ ანაზღაურებას, თუმცა მე ყველას ვურჩევდი, რომ შეხედონ პერსპექტივაში, სად შეუძლიათ თქვათ კარიერის გაკეთება, სად შეუძლიათ შემოსავლის ზრდა, რეალური პროფესიის შესწავლა, მაშინ როცა ბევრი თქვათ დღიური შემოსავალი არის მხოლოდ ისეთი, რომელიც შეიძლება დღესაც აკეთებდა იმ საქმეს, რასაც გააკეთებ 1 წელიწადში და 2 წელიწადში ყოველგვარი პროგრესის და განვითარების გარეშე და ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა ვთქვათ ადამიანმა დაიწყო პირობითად 1500 ლარიდან და დღეს კალატოს შემოსავალი აქვს 10000 ლარამდე თვეში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს წარმატების მაგალითების გაშუქება და აუცილებლად გთხოვთ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენთან გამოუშვათ ხოლმე კომერსანტი აშუქებს ასეთი. კი, და არაერთი გვაქვს ხოთ შორის კონსტრუქტორის კურს დამთავრებულებიდან, არა მარტო კონსტრუქტორის კურს დამთავრებულებიდან, მაგრამ განსაკუთრებით კონსტრუქტორის კურს დამთავრებულების ესე ვთქვათ follow-ups ყოველთვის ვაკეთებთ და ძალიან ბევრი ეხლა გამახსენდა ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე და მე შემდეგ კომენტარებს რომ ჩავყევი ზღაპარს გავსო ისტორია, იმიტომ რომ ესეთი მაგალითი იყო, როცა სტუდენტმა მომწერა დასაქმებიდან სადღაც 1 წელიწადში გურიიდან იყო ეს ახალგაზრდა, აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას და შემთხვევით გაეცნო ჩვენს ინფორმაციას კოლეჯის შესაძლებლობების შესახებ და დასაქმდა BK-ში და 1 წელიწადში მომწერა, რომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თბილისში ბინას შევიძენდი ჩემი შემოსავლით და ეს თქვენ შეძელითო და თან ესეთ მოკლე დროში. ხო, ძალიან სამაყო არის, რომ რეალურად არსებობს ესეთი შესაძლებლობა საქართველოში, უბრალოდ სწორად უნდა ამ პროცესს დანახვა. ამ ადამიანმა სწორად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, გამოირჩეოდა მონდომებით, განსაკუთრებული მონდომებით, დისციპლინით და ძალიან მალე მოახდინა მან თავისი. ზუსტად მაგის დამატება მინდოდა, რომ კონკრეტულად სახელს არ ვიტყვი ხა ამ ადამიანთან დაკავშირებით, სტუდენტობიდან მოყოლებული ძალიან გამორჩეული იყო საქმისადმი მიდგომით და ყველას ამას ვეუბნებით ხოლმე დასაწყისში, რომ მნიშვნელოვანია როგორი მიდგომა ექნებათ საქმისადმი. თუ მიდგომა იქნება, რომ აი დროებით ხა სანამ რაღაცა სხვას ვიშოვებ, მანამდე წავალ და ვიმუშავებ, ესეთი მიდგომა როგორც წესი არ ჭრის და თუ აქვთ მიდგომა, რომ სწავლობენ პროფესიას, რომელთაც უნდა იცხოვრონ და რომელთაც უნდა განავითარონ და ასე ვთქვათ კარიერული რაღაც კიბე გაიკეთონ, ასეთ მიდგომას ყოველთვის აქვს ძალიან კარგი შედეგი და რეალურად რო გადახედოთ, ვთქვათ, ხელფასებში, რიცხვებში, რაც არასდროს არ ტყუის, გამოისახება ხოლმე ზუსტად ეს შედეგი, რასაც მიდგომით იღებენ ხოლმე ადამიანები. უკვე ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და რა თემითაც დავიწყეთ, მინდა დავუბრუნდე ისევ ჩვენ საინტერესო პროგრამებს და მძიმე ტექნიკის ოპერატორი ვახსენეთ წეგან ერთ-ერთი საინტერესო პროგრამა, მოდით თამარ ამ პროგრამაზეც 2 სიტყვა გითხრათ. ეს გახლავთ USAID-ის დაფინანსებით, თანადაფინანსებით შექმნილი პროდუქტი. ჩვენ დავიწყეთ მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამის განხორციელება, ამაში მოიაზრება საგზაო გრეიდერი, ჰიდრაულიკა
ჰიდრაულიკური ექსკავატორი და ტვირთმცლელი ექსკავატორი. ეს არის ის ტექნიკები, რომელზეც განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა იყო შრომის ბაზარზე. უწევდათ ამ საქმებლებს საზღვარგარეთიდან კადრების ჩამოყვანა და ჩვენ გადავწყვიტეთ კოლეჯმა, რომ ეს საკითხი მოგვეგვარებინა ასეთი თანამშრომლობის გზით. გამოცხადებული არის უკვე მიღება. არაჩვეულებრივი სიმულატორები გვაქვს შეძენილი, ამერიკიდან ჩამოვიტანეთ კატაპილარის სიმულატორი და რეალურად ეს არის შესაძლებლობა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში, პროფესიული განათლება ხო პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, აი სიმულატორების საშუალებით ძალიან მალე შეისწავლოს ადამიანმა თუ რა ხდება რეალურად კაბინაში და მათ შორის ის შეგრძნებები, რაც არის სიმძიმესთან დაკავშირებული და მოძრაობასთან, ყველაფერს აბსოლუტურად იდენტურად იმეორებს ეს სავარძლები. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ კატაპილარის კაბინაში ხართ, ისეთი დანადგარი არის ჩამოტანილი სამივე აი ამ მიმართულებაზე. დაინტერესებულ ადამიანებს აუცილებლად მიმართავ, რომ ყველა პროგრამები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ყველა არის მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად არ ავთხოვე ინფორმაცია და ვერ წარმოუდგენიათ რა ციფრებთან შეიძლება გქონდეთ შეგვიძლია ციფრებით ვთქვათ, უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვიოს. მაგალითად შემიძლია ვთქვა, 5000 ლარამდე არის საშუალოდ ძიმე ტექნიკის ოპერატორის ანაზღაურება და იმიტომ რომ ვერ პოულობდნენ ადგილობრივ კადრებს, უწევდათ ჩამოყვანა საზღვარგარეთიდან. თამარ, რამდენ თვიანი ეს კურსი? ნახეთ, კურსი არის 4 თვიანი, თუმცა თუ პირს არ სურს 3-ვე დანადგარზე იმუშაოს, შეუძლია დაყოფილი გვაქვს ასევე ერთთვიან პროგრამებად. თუ სურს მხოლოდ გრეიდერზე შეისწავლოს, მხოლოდ გრეიდერის ყველანაირი ოფერი გქონდეს. ყველანაირი მორგებული ვართ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ისევ და ისევ დრო ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის და შეუძლია მხოლოდ ერთი თვე გამოიყენოს და ერთ თვეში უკვე დაიწყოს სამუშაო ადამიანმა. ასე რომ თავარი არის შემოიხედონ კოლეჯებში და საიტზე შესაძლებლობები არსებობს, VTMSG-ზე გაიცნონ ინფორმაციას და დანარჩენს უკვე ჩვენ ვიზრუნებთ მათ წარმატებაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ჩვენ სმენელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ კოლეჯი კონსტრუქტორის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი და ზურაბ გუნცაძე, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. მე კიდევ გელოდებით ჩემთან სტუმრად. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბოშულთან ერთად.